თურქეთი დემონსტრაციულად ანადგურებს რუსულ C400 სისტემებს, რომლებიც მან ჯერ კიდევ 2017 წელს შეიძინა 2.5 მილიარდ დოლარად. და ეს ყველაფერი ამერიკასთან F-35-ის გარიგების მისაღებად. ამერიკულმა გამოცემა სემაფორმა გაამჟღავნა, რომ ტრამპის მიერ თურქეთისთვის F-35 გამანადგურებლების გაკეთების გარიგება ფაქტობრივად გაჩერდა ერთი თვეზე მეთხანს, მას შემდეგ რაც მან ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა. მიზეზი მხოლოდ ერთია. ეს არის რუსული საზეიმო კომპლექსები C400, რომლისგანაც ანკარამ უნდა გათავისუფლდეს ამერიკული სანქციური კანონმდებლობის მოთხოვნით. და აი რა არის მნიშვნელოვანი? ამ სისტემების გაერთიანებულ არაბთა საამიროებზე გადაკეთების მცდელობა როგორც ჩანს ჩავარდა. საამიროებსაც ეს რუსული სისტემები არ სჭირდებათ. და ამ ჯარდზე მეტი მკიდველი აღარ არის. ასე რომ დარჩა მხოლოდ ერთი ვარიანტი, რომელიც ცოტა ხნის წინ წარმოუდგენლად ჩანდა. უბრალოდ გაანადგურონ და გადაამუშაონ C400 სისტემები. რისთვისაც თურქეთმა გადაიხადა 2.5 მილიარდი დოლარი. პირდაპირ ლითონად დაჯრა. ამ გამოშვებაში ვისაუბრებთ არა მხოლოდ ამაზე, არამედ იმაზეც, რამდენად დაეცა რუსეთის იარაღის ექსპორტი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის პერიოდში. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაადეთ ლაიქი და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ გამოშვებას ქვემოთ, როცა ვიდეოს ნახვას დაასრულებთ. მოკლედ, თურქეთი მზად არის გაანადგუროს რუსეთის C400 სისტემები, რათა მიიღოს შეთანხმება აშშ-თან ამერიკულ გამანადგურებლებზე F-35. ამერიკული კანონი პირდაპირ ითხოვს, რომ თურქეთმა მოიშოროს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა F-35-ზე წვდომის სანაცვლოდ. 6 თვითმფრინავს, რომლებიც ანკარამ უკვე გადაიხადა და რომლებიც 2019 წლიდან უბრალოდ ამერიკაში დგას, მას შემდეგ რაც თურქეთი ამ პროგრამიდან გამოირიცხა. და აი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ცოტა სისტემის გადაგდება სცადა. და განაცხადა, მოდით უბრალოდ გამორთოთ ეს S-400 სისტემებიო, ეს მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლო ვარიანტია პრობლემის გადაჭრისთვის. მაგრამ ის კიდევ უფრო მეტად რისკავს გააბრაზოს ამერიკელი კონგრესმენები, რომლებიც თვლიან, რომ კანონი მოითხოვს სისტემაზე სრულ უარს და არა უბრალოდ მისი დეაქტივაციას. მეორე ვარიანტია რუსეთის საჰაერო თავდაცვის კომპლექსის გაკიდვა გაერთიანებულ არაბთა საამიროებისთვის. მაგრამ წყაროების ინფორმაციით, ამაზე მოლაპარაკებები მართლაც დაიწყო გასულ თვეში. მაგრამ როგორც ჩანს, საქმე წინ აღარ წასულა და ემირატებმაც ამ კომპლექსებზე უარი თქვეს. შემდეგ აგიხსნით რატო. რესპუბლიკელმა სენატორმა რიკ სკოტმა კონგრესის პოზიცია მაქსიმალურად მკაცრად ჩამოაყალიბა. შემდეგ მოყვება მისი ციტატა. არ ვფიქრობ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ F-35, თუ ისინი არ აპირებენ იყვნენ ნამდვილი პარტნიორები. ასე რომ თუ მათ აქვთ C-400, მათ არ ექნებათ და ვერ ექნებათ F-35. სერატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში, რომელიც დიდი ხანია ბლოკავს ამ გარიგებას თურქეთთან, გამოეხმაურა. მისი ციტატა ამ ეტაპზე ასეთია. ისინი ჯერ კიდევ არ მოუცილებიათ C-400, ასე რომ ყველაფერი უცვლელად რჩება. ამერიკული ადმინისტრაციის წყარომ დაადასტურა, რომ ემირატებისთვის გაყიდვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, აღნიშნა, რომ მათ, ციტატა, არ აქვთ პრობლემა რუსებისგან ყველანაირი ნაგვის ყიდვაში. ეს მისი სიტყვებია. მაგრამ აღნიშნა, რომ ემირატებიც დიდი ალბათობით ამ სისტემებს არ იყიდიან. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ისინი უარს ამბობენ. აგიხსნით რატომ, ცოტა მოგვიანებით. ეხლა შეგახსენებთ, საერთოდ საიდან დაიწყო ეს ისტორია. რადგან წინაპირობის გარეშე ვერ გაიგებთ მიმდინარე მოვლენების ირონიის მასშტაბს. 2017 წელს, თითქმის 10 წლის წინ, თურქეთმა რუსეთთან გააფორმა კონტრაქტი 4 S-400 დივიზიონის შესყიდვაზე, რომლის ღირებულება იყო 2.5 მილიარდი დოლარი. ამ სისტემების მიწოდება დასრულდა 2019 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე. თავად რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ გარიგების მიზეზს სრულიად გულახდილად ხსნიდა. მან განაცხადა, რომ თუ აშშ თურქეთს პატრიოტის კომპლექსებს მიხდიდა, მას არ მოუწევდა რუსული 400 ის შეძენა. ანუ მთავარი მიზეზი ანკარის რუსეთისადმი სიმპათიები კი არ არის, არამედ თითქოს ვაშინგტონის უარი, რომ ნატოს საკუთარ მოკავშირეს საჰაერო თავდაცვის სისტემით უზრუნველიყო, რომელსაც ის სირიის საზღვრის დასაცავად ითხოვდა. როცა მოლაპარაკებები ამერიკელებთან ჩიხში შევიდა, ერდოღანი უბრალოდ ალტერნატიულ მომწოდებელთან მივიდა. ასე მაინც თავად ახსნა ეს. ვაშინგტონის რეაქცია უკიდურესად მკაცრი იყო. 2019 წელს, როცა უკვე აშკარა გახდა, რომ თურქეთმა ერდოღანის ხელმძღვანელობით ეს სისტემები მიიღო და თავის ტერიტორიაზე განათავსა, თურქეთი გამორიცხეს F-35-ის ერთობლივი წარმოების პროგრამიდან და გააუქმეს მემორანდუმი, რომელიც
2007 წლის იანვარში იყო ხელმოწერილი. მაშინ ანკარა ვალდებულებას იღებდა შეეძინა 100 F-35 ტიპის თვითმფრინავი. ხოლო 2020 წელს დაემატა სანქციები თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის წინააღმდეგ. კითხვაზე ღირდა თუ არა რუსეთთან გარიგება ამ ყველაფრის ფასად, რაც აშშ-დან დაძაბულობას მოჰყვა, ერდოღანმა მაშინ 2019 წელს უპასუხა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. ციტატა: "ვფიქრობ, ეს ღირდა." მაგრამ მაშინ ერდოღანი დარწმუნებული იყო საბუთარ თავში. თურქეთს მაშინ შესთავაზეს სანაცვლოდ F-16-ის შეძენა, მაგრამ ანკარამ უარი თქვა. და აი ახლა 7 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სწორედ ის S-400 ტრიუმფი, რის გამოც ერდოღანმა F-35-ის პროგრამაში ადგილი დათმო. ახლა ან ძალიან იაფად მოუწევს გაყიდვა, ან საერთოდ განადგურება. ოღონდ კი დაბრუნდეს იმავე პროგრამაში, რომელსაც ერდოღანმა რუსებთან თანამშრომლობაში გაცვალა. მაგრამ აი მე ვფიქრობ თქვენს დაგვაინტერესა კითხვა, რატო ვერ პოულობენ მყიდველს ამ S-400-ის კომპლექსებზე. კი, როგორც არ უნდა შეხედო, ეს მაინც რაღაც იარარქია, საზეიმტო სისტემებია. აქ დავეხმარება სტატისტიკა. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის SIPRI-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, რომელიც მარტში გამოქვეყნდა ამ წელს, რუსეთის წილი მსოფლიო იარარის ექსპორტის ბაზარზე დაეცა 21%-დან, 2016-დან 2020-მდე წლებში 6.8%-მდე, 2021-2025 წლებში. რუსეთი გახდა ერთადერთი იარარის მიმწოდებელი მსოფლიოს top 10-ში. ვინც ამ პერიოდში იარაღის ექსპორტი არ გაზარდა, არამედ შემცირდა, მთელი 64%. მხოლოდ ევროპის კავშირის ქვეყნების ერთობლივი შეიარაღების ექსპორტი 2021-2025 წლებში 4-ჯერ მეტი იყო ვიდრე რუსეთის. ამასთან რუსეთის წილი მსოფლიო იარარის იმპორტში შეადგინა 0.4%. ანუ თითქოს ახლა რუსეთი თვითონ ვიღაცისგან რაღაცას ყიდულობს, მაგრამ ნაკლებს ვიდრე თითის. თუმცა მიუხედავად ამისა, შევხედავთ სურათს, სადაც მისი იარარის ექსპორტი უბრალოდ ჩამოიშალა. აღნიშნავ, რომ რუსეთი ყიდულობს მაგალითად იმავე ირანულ დრონებს და ჩრდილოეთ კორეის არტილერიას. იმავე ინსტიტუტის უფრო ადრეული მონაცემები დინამიკას კიდევ უფრო თვალსაჩინოდ აჩვენებს. 2021-2024 წლების მონაცემებით რუსეთის იარაღის ექსპორტი 92%-ით შემცირდა. ყურადღება. 2021 წელს 14.9 მილიარდი დოლარიდან წლის ბოლოსთვის ნაკლებ მილიარდამდე შემცირდა. უბრალოდ დაითვალეთ რამდენჯერ. 14 ჯერ მეტად შემცირდა ეს მაჩვენებელი. ინსტიტუტის ფორმულირებით, მთავარი მიზეზი, SIPRI-ის ინსტიტუტის მიხედვით, ეს ძირითადად დაკავშირებულია რუსეთის გადაწყვეტილებასთან, რომ პრიორიტეტი მისცეს საკუთარი არმიისთვის შეიარაღების წარმოებას და არა ექსპორტს. მრავალმხრივი სანქციების ეფექტით და აშშ-სა და მისი მოკავშირეების მზარდი ზეწოლით, იმ ქვეყნებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ყიდულობდნენ რუსულ იარაღს, მათ დაიწყეს ზეწოლა. იმისთვის, რომ მათ აერიდებინათ რუსეთისგან იარაღის შეძენა. და მაშინაც კი როცა ყველაზე დიდ ტრადიციულ მყიდველებს, როგორიცაა ინდოეთი, რუსული იარაღის შესყიდვები ეცემოდათ, სხვათა შორის ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ველური რუსების სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყებოდა უკრაინაში, 37%-ით, 2013-დან 2022 წლამდე პერიოდში. შედეგად გვაქვს უბრალოდ სახალისო სიტუაცია. თურქეთმა 7 წლის წინ რუსეთიდან შეიძინა საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400 ტრიუმფი, რომელსაც აღარავინ აღარ უნდა იყიდოს. არავის უნდა თურქეთისგან მისი წაღება, თუნდაც ძალიან იაფად. და ეხლა სწორედ ამ სისტემამ თურქეთს დაუბრუნდა ცდომა ყველაზე თანამედროვე დასალურ გამანადგურებლებზე, რომლებზეც რეჯეფ თაიპ ერდოღანმა პირადად მოილაპარაკა დონალდ ტრამპთან ნატოს წინა სამიტზე. S-400 ტრიუმფის გაკიდვა ემირატებისთვის არ გამოდის. და აი ყველაზე საინტერესო ნაწილამდე მივედით. რატომ არ უნდათ ემირატებს C-400-ის ყიდვაც? იმიტომ რომ ისინი კარგად ხვდებიან, რომ S-400 ის ფლობა ავტომატურად დაუხურათ ცდომას საკუთარი F-35-ის შეძენაზე. ისინი ხვდებიან, რომ უკეთესია აბსისულელეს არ შეეხონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ცივილიზებული მსოფლიო უბრალოდ ზურგს შეგაქცევთ. რა თქმა უნდა, შეიძლება სცადოთ ამ ორპოლუსიან პოლიტიკაში თამაში. მაგრამ ემირატებს S-400-ის ყიდვა არ სურთ. და ერთადერთი, ვინც ფორმალურად უნდა დაამტკიცოს, სხვათა შორის ამ კომპლექსების ნებისმიერი გადაყიდვა მესამე მხარისთვის თავად მოსკოვაა, რომელსაც აქვს ყველა საფუძველი ეს გარიგება დაბლოკოს. გამოდის, რომ S-400 კომპლექსების უტილიზაცია, რომელთა გამოც ანკარამ უზარმაზარი თანხა გადაიხადა და რეპუტაციულადაც გადაიხადა,
7 წლიანი კონფლიქტით ვაშინგტონთან შეიძლება აღმოჩნდეს ერთადერთი რეალური გამოსავალი ამ ჩიხიდან. უბრალოდ იმიტომ, რომ იარაღი, რომელსაც რუსეთი ოდესღაც სიამაყედ ყიდდა, როგორც საკუთარი სამხედრო უპირატესობის სიმბოლოს, დღეს აღარ სჭირდება საერთოდ არავის, მათ შორის მათაც კი, ვისაც მისი მოშორება სურს. აქ ერდოღანს გულისხმობ. მოკლედ, სავარაუდოდ 400-ის ისტორია უბრალოდ ჯართად დაჭვით დასრულდება. აქ წიათილებს დავავენებ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ეს იყო ყველაფერი, იზრუნეთ საბუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.